სამარიტელი დედაკაცის შესახებ. ეს იყო წინასწარმეტყველება სამარიაში იესოს მისვლა და იესოს ამ ქალთან შეხვედრა, ამ ქალბატონთან და ამის სახელსაც მოგახსენებთ რა მნიშვნელობა აქვს. ეს იყო წინასწარმეტყველება, ეს იყო ორმაგი წინასწარმეტყველება, ეს იყო პერსონალური წინასწარმეტყველება ამ ქალბატონის შესახებ. და ეს იყო ზოგადი წინასწარმეტყველება წარმართების ეკლესიაში შემოერთების შესახებ, იმიტომ რომ სანამ არ აღდგებოდა მკვდრეთით იესო აი აღდგომამდე თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ გზასა სამარიტელთასა ნუ მიხვალთ, ანუ წარმართებს შორის გზასა წარმართასა ნუ მიხვალთ, იმიტომ რომ მარტო ებრაელებში, პირველ რიგში ებრაელებს უნდა უქადაგოთ ქრისტიანობა და თვითონ მიუხედავად ამისა, ეს მისი ხადაგების დასაწყისია, ერთ-ერთი პირველი, რასაც მოიმოქმედებს, მიდის სამარიაში და ხდება აი ამ ქალბატონს და ამ მისი სახით მთელი ქალაქი შეიკრიბება შემდეგ ამ ქალის წყალობით, მიდის მას და ამითი ეს იესო წინასწარმეტყველებს წარმართების შემოსვლას ეკლესიაში და ეს არის სინათლე. ეს არის სინათლე, რომელიც მოეფინება უკვე მთელ სამყაროს. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები რჩეულიერი იყვნენ, რა თქმა უნდა პირველ რიგში მათთვის იყო ეს მესია, რომელიც მოვიდა მათ გადასარჩენად, მაგრამ რა თქმა უნდა ესახებოდა მთელ მსოფლიოს და აი მსოფლიოს შემოსვლა ეკლესიის წიაღში ეს არის სინათლე და სწორედ ამ სამარიტელ დედაკაცს სახელი ერქვა ფოტინე ბერძნულად, რაც ქართულად ნიშნავს სინათლეს, ანუ ეს არის ნათელა, ანუ ეს არის ნათია, ეს არის ყველა სახელი, რომელიც სინათლესთან არის დაკავშირებული.